მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას. დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც წყვილმა გადმოლახა ბოლო მინიმუმი, ეს არის 1.0625 ნიშნული, შესაბამისად, ეხლა ვიმყოფებით საკორექციო სლაში, ანუ 1 საათიან გრაფიკზე ეს მომენტი კარგად ჩანს, რომ გადმოლახვის შემდეგ ბაზარმა გააკეთა ერთგვარი პატარა ფლეტი, ისევ დაუბრუნდა იგივე საზღვარს, ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ აქ გვაქვს უკვე ერთგვარი სარკისებური დონე და ბაზარმა თუ შეინარჩუნა ეს ფასი, იგი კვლავ გააგრძელებს დაღმავალ მოძრაობას და პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი დონე არის 1.0460 ნიშნული, ანუ მოსალოდნელია, რომ თუ ბაზარმა დაიწყო მოძრაობა დაღმავალი მიმართულებით, ამ ნიშნულამდე უკვე მივიდეთ და აქ უკვე დაუკვირდებით საეწავა მოძრაობა და რაც შეეხება შემდეგ სვლას, თუ თქვათ ევრომ გადაალახა უკვე ეს მინიმალური დონე უკვე ქვევიდან ზევით, მოსალოდნელია, რომ ბაზარზე განხორციელდეს ერთგვარი კორექციული უკუსვლა, შემდგომი უკვე დაკლების მდგომარეობით, ანუ რეალობაში ჩვენ აქ გვაქვს ფაქტიურად ორმაგი მდგომარეობა, ერთი არის, რომ ვერ გაარღვიოს ეს დონე და წამოვიდეს დაღმავალი მიმართულებით, მეორე არის, რომ გაარღვიოს ეს დონე და გადავიდეს კორექციულ უკუსვლაში. რაც შეეხება ფუნტი-დოლარის წყვილს, აქ ძალიან საინტერესო მდგომარეობაა. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარმა ვერ გაარღვია მაქსიმალური საზღვარი 1.2670 ნიშნული, იგი დაბრუნდა ერთგვარ ფლეტურ მდგომარეობაში, შესაბამისად, უკვე იგი იმყოფება ამ შემთხვევაში ფლეტის ზედა საზღვართან და ვაკვირდებით აი აქ რა მოხდება. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა შეინარჩუნა ეს პოზიცია, მაშინ განვითარდება დაღმავალი მომენტი. ხოლო რაც შეეხება აღმავალ სვლას, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია გარღვევის შემდეგ ოღონდ, მაგრამ აქვე მნიშვნელოვანი არის, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ერთგვარი ცრუ გარღვევაც და მერე ისევ დაბრუნდეს, ესე ვთქვათ, თავის საზღვრებში. ორივე შემთხვევაში თუ ბაზარმა დაიწყო აღმავალი სვლა და თუ იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა დაიწყო ეხლაც დაღმავალი სვლა, ორივე შემთხვევაში ჩვენთვის ხელსაყრელი მდგომარეობა, იმიტომ რომ აქაც რა თქმა უნდა ვიმყოფებით ნულოვან ზონასთან და ფაქტიურად უნდა გადაწყდეს საითმიდის მოძრაობა. რაც შეეხება კანადურ დოლარს, კანადური დოლარის წყვილს ჯერჯერობით აქ ვიმყოფებით ერთგვარ ესე ვთქვათ საკორექციო მდგომარეობაში და მნიშვნელოვანი დონე ამ შემთხვევაში არის 1.30 ნიშნული და აქ უკვე დავაკვირდებით რა მოხდება. თუ ბაზარმა ვთქვათ ეხლავე დაიწყო ზევიცვლა, მაშინ უკვე მნიშვნელოვანია, რომ გაირღვეს ეს ესე ვთქვათ დაღმავალი არხის ხაზი და აქ უკვე გადავწყვიტოთ რა იქნება, ანუ თუ გაირღვა ეს დაღმავალი არხის ხაზი, ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტიურად ჩვენ დავასრულეთ საკორექციო უკუსვლა და გავაგრძელეთ ზევიცვლა, მაგრამ თუ ასევე დაარტყა 1.30 ნიშნულს უკვე ზემოდან უკვე მოახდინა ერთგვარი რეტესტი ამ ნიშნულის, მაშინ ესეც საინტერესო მომენტი იქნება, რადგანაც აქაც რა თქმა უნდა გვექნება შესაძლებლობა შევიდეთ უკვე ბაის პოზიციებზე. რაც შეეხება ფუნტი-იენის წყვილს, ბაზარი გაჩერდა ფაქტიურად ერთ დონეზე ვიმყოფებით, ეს არის 142.50 ნიშნულის ფარგლებში დაახლოებით, შესაბამისად, თუ ეხლა შევინარჩუნეთ ეს პოზიცია, უკვე ველოდებით ძლიერ დაკლებას, დაახლოებით 140 პუნქტიან დაკლებას, ეს იქნება 140.75 ნიშნულამდე და ამ ეტაპისთვის არის ესეც საინტერესო სიტუაცია, რომ ჯერჯერობით ბაზარი იმყოფება აღმავალ მოძრაობაში. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა ვერ გაარღვია ეს ბოლო მინიმუმი, ეს არის დაახლოებით 151 ნიშნული, მაშინ ბაზარი გააგრძელებს კვლავ აღმავალ სვლას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შევინარჩუნეთ ეს ნიშნული, მაშინ უკვე დაღმავალი სვლის გაგრძელება დაიწყება, ანუ ფაქტიურად 142.50 ნიშნულიდან უკვე დავიწყებთ დაღმავალი სვლის გაგრძელებას, ეს არის 140.75 ნიშნულამდე. ხოლო რაც შეეხება დოლარი იაპონური ენ, საკმაოდ საინტერესო მდგომარეობაა, იმიტომ რომ გუშინ ფაქტიურად შევინარჩუნეთ ზედა ზღვარი, ამ შემთხვევაში 113.85 ნიშნული და ბაზარმა განავითარა დაღმავალი მოძრაობა, რის შედეგადაც გადალახა
ესე ვთქვათ მინიმალური დონე, სწორედ აი ამ მინიმალური დონეზე იმყოფება ესე ვთქვათ ძალიან ბევრი შეხება ბაზრის მხრიდან შესაბამისად ერთგვარ ინტერესს წარმოადგენს თვითონ ინვესტორების კუთხით. შესაბამისად აქ ჩვენთვისაც ეს მნიშვნელოვანი დონე არის და მოსალოდნელი არის რომ ეხლა უკვე დაიწყოს დაღმავალი მოძრაობის განვითარება. რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ეს არის საინტერესო, ეს ზუსტად ეს ნიშნულია საინტერესო, ესაა დაახლოებით 113 ნიშნული, 112.90 ნიშნული და თუ ბაზარმა ვერ დაძლია ეს, მოსალოდნელია პირველი სვლა უკვე 113 ნიშნულისკენ, ხოლო შემდგომი სვლა უკვე 112.50 ნიშნულისკენ. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.